მოგესალმებით ვლოგების სახზე, მეგობრებო, გადავწყვიტე ერთი ვლოგი, რა თქმა უნდა, გადამეღო ჩრდილოეთ კორეაში. ეხლა ვარ სასტუმროში, ერთ-ერთ ყველაზე, ასე ვთქვათ, პოპულარულ სასტუმროში, ქალაქ ფხენიანში. არის დილის 8 საათი. ეხლა ვისაუზმოთ დღეს, გაჩვენებთ მთლიან დღეს, რაც გავაკეთებთ, როგორ გავაკეთებთ. სავარაუდოდ, როგორც ვიცი, მეტრო უნდა გვანახონ და კიდე რაღაცებს ნახავთ რა. ყოველ დღეს ექსკურსიებზე დავყავართ, იმიტომ რომ აქ ჩვენით გადაადგილების უფლება არ გვაქვს. ეხლა მე რომ მომიდეს სასტუმროს გარეთ გავიდე და გავისერნო, არ შემილია. ესეთი ამბავია. წავედით ეხლა ვისაუზმოთ. Hello. Thank you. Thank you. სიცხეს გვიმოწმებენ აქ შემოსვლისას ყოველ დღე. ესე გამოიყურება, მეგობრებო, ჩვენი საუზმე. ესეთ სივრცეში ვსაუზმობთ ყოველ დღე. კიმჩი ყოველ დღეა. ესეთი საუზმეა. ხორცი ყოველთვის არის და კვერცხიც ყოველთვის არის, ყოველ დილით. ესეთი ამბავია რა. ცუდი არ არის რა, არჩევანი. საუზმეც, ვახშამით, კაი საჭმელებს გვაჭმევენ, კაი რესტორნებში დავდივართ. ეხლა ვისაუზმებთ და 9:30-ზე უკვე გავდივართ. ადრიანად ვიწყებთ ხოლმე დღეს რა. ვინც წინა ვიდეო უკვე ნახა, ალბათ იცით რომ 200 უცხო ქვეყნის მოქალაქეა აქ ჩამოსული, ანუ 200-ნი ვართ ჯამში. 47 ქვეყნიდან არიან ადამიანები და რამდენიმე ავტობუსით გადავაადგილდებით რა, ჯგუფებად ვარ დაყოფილი. თითო ჯგუფში არის სადღაც 20-25 კაცი. აქაური ლიმონადი. არ ვიცი, შეიძლება წვენია და გაზი არ აქვს. ამიტომ მოდი გავსინჯოთ. გემრიელია. კაი, მოდი ეხლა მე ვისაუზმებ, გავთიშავ კამერას და წავალთ მერე ნახავთ რა გველოდება დღეს. ერთად ნახავთ. ჩვენ სასტუმროში იყიდება ესეთი სხვადასხვა საფოსტო მარკები, ფოტოები, პროპაგანდისტული რაღაც პლაკატები, მსგავსი ნივთები. აგერ ყველგან გამოკრულია ლიდერების ფოტოები. აი ამერიკას სტუდენტზე ალბათ გაგიგიათ რა, რომ დაიჭირეს. სასტუმროდან მოიპარა აი რაღაცა მსგავსი ფოტო რა. No? Okay. აი არ შეიძლება გადაღება და ფოტოს ვიდეოს გადაღებასაც კი კრძალავენ და წარმოიდგინე მოიპარა ეს ფოტო იყო თუ სურათი, ხა არ ვიცი ზუსტად, მაგრამ ეგეთი რაღაც გააკეთა რა. რა ვიცი, ხა ჩვენ იმდენი წესი გაგვაცნეს, აქ დარწმუნებული ვარ, ეგეც ინფორმირებული იყო რა და ეგეთი რამე როგორ გაბედა არ ვიცი. წავედით მეგობრებო, ჩვენს ავტობუსში. დღეს ცოტა ნისლიანი ამინდი გვაქვს. გუშინ და გუშინ წინ ბევრად კარგი ამინდები იყო და ზოგადად რა ჩამოვიდეს, კარგი ამინდებია. მაინც და მაინც დღეს არის უმზეო ამინდი, მაგრამ ნუ იმედია გამოვამზე და დღესაც კარგ კადრებს გადავიღებ. აი ეს გახლავთ ჩვენი ავტობუსი. Team Greg Group ჯგუფი B. აი ეს გახლავთ ჩვენი სასტუმრო სოსან ჰოტელი. წავედით. Hello. Hello, morning. წავედით, ეს არის ჩემი ადგილი. Thank you. სერტიფიკატიც მოგცეს. ფხენიანის მარათონში რომ მივიღეთ მონაწილეობა. 1 საათში დამიფარავს 5 კილომეტრი, მაგრამ მთელი გზა რაღაცებს ვიღებდი. საერთოდ არ დავრბოდი. And this is the last day of our schedule. Sorry to say this. We are going to enjoy until the last moment of our trip. ეს არის ჩვენი ადგილობრივი გიდი. And before telling our schedule of today, I have to do one thing. For lunch today, we are having pizza. So you have to order so that the restaurant can start baking. Kimchi, 1, 2,
კიმჩის პიცა არ გამიგია ძმაო, კიმჩის პიცა აქვს შეკვეთილი. ყველას კიმჩის პიცა. Margarita. ყოველ დღე ვჭამ კიმჩის რაც აქ ჩამოვედი, მაგრამ ვერა და ვერ შეგვიყვარე. Then salami. სალამი აქეთ ვარ. პიცა ვიცი ძმაო სალამით. აი მოღუშული ამინდია დღეს რა. ამ ქალაქს კიდე ეგუნდა. აი ეს არის სპორტული კომპლექსები. აი ესეც აქეთაც ნახეთ რა მხელა სპორტული კომპლექსი. ტაიკვანდოს დარბაზია ეს. და დღევანდელ დღეს ვიწყებთ რა თქმა უნდა ომის მუზეუმით. ხვანაირად როგორ შეიძლებოდა ამ ქვეყანაში. ეს გახლავთ შესასვლელი გეითი. ნახეთ რა მხელა მუზეუმი აქვს. ეს არის გიდი იქნება ჩვენი აქ ეს გოგო. Nice to meet you. ნახოთ რა. მეტალ დეტექტორზე შეგვამოწმეს და შემოვედით ახლა ეზოში. ბიჭო რა მხელა არის, ნახე რა ამბავია. ყველაფერი ომს უკავშირდება ამ ქვეყანაში. აი სამკუთხედის შენობა მაინტერესებს ყველაზე მეტად რა არის. და ინტერნეტთან ვერ დავჯიქი გემრიელად რომ დავგუგლო რა. რამდენი ინტერნეტთან დავждები, რაღაცა 5 წუთი მაქსიმუმ ვახერხებ, რომ Facebook-ზე ან Instagram-ზე შევიდე. სხვას ვერაფერს ვერ ვახერხებ. აბა რას ლაპარაკობს მოусმინოთ. So this monument was built in 2023 on the occasion of the 60th anniversary of the Day of Victory. სამხედრო მანქანები მომრავი. So during the Korean War, the US imperialists brought in the Korean front 2 million enemy troops, including 1/3 of the army, 1/5 of the air force, and even forces from 15 foreign countries. So this is the US armed spy ship, which was captured on January the 23rd, 1968. ეს არის ამერიკელი ჯაშუშების გემი, რომელიც დააკავეს აქ ჩრდილოეთ კორეაში და აგერ წარმოდგენილია ახლა მუზეუმში. შევიდეთ ნახოთ საინტერესოა შიგნით როგორ გამოიყურება. ესეთი ამბავია. საერთო იმალება არ უნდა გადაღება. ესეც 60-იანი წლების გემი. ამ გემის კაპიტანი არის ეს ფოტოზე ვინც არის. რაღაც წერილები, საკმაოდ საინტერესოა აქაურობა. Very interesting. Yeah. Bullets? It's bullets. Qoyebi megobreba. भाई साहब ये जो देख रहे हो ये जो देख रहे हो जितना भी रेड में गोल है natqui არის. აგერ ესეც ტყვიები. ეს ნახე რა მხელა. იმალებიან ეს თანამშრომლები. ეს გახლავთ ტანსაცმელი იმ ადამიანების, ვინც იყვნენ ამ გემზე ამერიკელების. ეგ არის გავეთით. საინტერესო იყო სხვათა შორის ამ გემის დათვალიერება. ანუ ასენი ჩვეულებრივი ტიპები არიან მუზეუმის დასათვალიერებლად ჯგუფია მოსული და ნახე რანაირად დადიან რა. ეხლა შევალთ უშუალოდ მთავარ შენობაში ამ მუზეუმის, სადაც როგორც გითხრეს, გადაღება არ შეიძლება. დაახლოებით 2 საათი დავყავით მუზეუმში,
აი იმხელა რომ სიტყვები არ მაქვს სამხელა მუზეუმი არასდროს არ მინახავს. უამრავი რაღაც გვაჩვენეს, უამრავი ისტორია გვიამბეს, როგორ გაიმარჯვეს ომში, როგორ დაამარცხეს ამერიკული იმპერიალიზმი, როგორ იხსნა პრეზიდენტმა კიმ ირ სენმა კორეელები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ის იყო საინტერესო, რომ ძალიან ბევრი ადგილობრივი იყო ახლა შიგნით მუზეუმში და ესე ჯგუფ-ჯგუფებად დაყავთ და ამ ისტორიებს უყვებიან და ამ ყველაფერს უნერგავენ რა. თავიდანვე სკოლის მოსწავლეებიც იყვნენ, სტუდენტებიც, სხვა სტრუქტურის თანამშრომლები. სავარაუდოდ სავალდებულოა რა, რო აქ მოვიდნენ, ეს ყველაფერი მოისმინონ, ნახონ. რა ვიცი, რა გითხრათ. ხო და კიდე რო შევედით, ქუდი მომახსნევინეს, ნუ გადაღება თავისთავად არ შეიძლებოდა. კიმ ირ სენის დიდი ძეგლი უდგათ შესასვლელში. თავი კრივზნე ესე დადგნენ, ჩვენს დაგვაყენეს, თავები დაუხარეს და მოკლედ რა ვიცი. ძალიან ეცოდება ეს ხალხი სიმართლე რო გითხრათ. წავედით ახლა შემდეგი გაჩერებისკენ. Hello again. მოვედით საფეხბურთო სკოლაში, სადაც დავინახავთ ლიდერების ფოტოებს, არ შეიძლება რომ გადავიღოთ ფოტო და ვიდეო. ესეთი გაფრთხილება მოგწეს. Welcome to the International Football Academy. So here the students from this school they study as well as they train football, but they also study here. And a week later, our leader Kim Jong-un visited this school. So this is the day when of that day. ეხლა შევდივართ რომ ნახოთ სტუდენტები. სტუდენტები რა, მოსწავლეები. Hello. ეს საყვალაც ხედავ ნახე. ნუ განაც არის ხედები. მოკლედ ამ სკოლაში იზრდებიან ფეხბურთელები. აი პატარა ბავშვობიდანვე ვარჯიშობენ. ახეთ რა ამბავია. გამოვედით გარე სივრცეში, გარეთ უამრავი სტადიონია სკოლის ეზოში. და აქაც როგორც ხედავთ ბავშვები ვარჯიშობენ. სპორტს ძალიან დიდ პატივს სცემენ ამ ქვეყანაში და ალბათ ჩემი აზრით წარმატებული სპორტსმენი ბევრი პრივილეგიით ისარგებლებს აქ. ეგრე მგონია. პატარა ასაკიდანვე ესე ემზადებიან დიდი ფეხბურთისთვის. საუკეთესოები მერე ხდებიან ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში. ვანახოთ კლასი. Okay. ასე მეგობრებო, ჩრდილოეთ კორეაში ხარ ახლა. ოპა! გასავალები არის. ამეტანი ბევრი ვირბინე. ფეხბურთი. ფურც. აღარ ლაპარაკობ. ეს იყო ფეხბურთის აკადემია. ბევრი ხსანახავი აქ არაფერი არ არის, მივდივართ ლანჩზე და მე ბევრად საინტერესო რაღაცები გველოდება წინ. დავით.
you got to change that from the $2 bill, right? You paid $2. Try to be ძირითადად მაინც მთელი ტურის განმავლობაში ავტობუსიდან გვიწევს დათვალიერება ქალაქის. ძალიან რამდენიმე შემთხვევა გქონდა, რომ ფეხითაც გავიარეთ ქუჩებში, მაგას კი ნახავდით წინა ჩემს თავარ არხზე ვიდეოში. მაგრამ აი მაინც აქედანაც კი საინტერესოა ყველაფერი, აი რომ მიდის ავტობუსი, მოკლედ თვალს ვერ ვაშორებ და ვერ ვწყვეტ გარემოს, იმდენად უცხოა ჩემთვის აქაურობა. რაღაც მომენტში შევეგუები ხოლმე, რომ ოკეი, ჩრდილოეთ კორეაში ვარ, მაგრამ მე გამახსენდება, რომ ბიჭო, ჩრდილოეთ კორეაში ვარ. და ისე მოდის ის ემოციები, რაც პირველ დღეს მქონდა. ანუ აქამდე კოვიდამდე აქ ხო ჩამოდიოდნენ შიგადაშიგ ტურისტები და ვიღაცებს უცხო ქვეყნის წარმომადგენელ იუთუბერებს აქვთ გადაღებული აქ ვიდეოები, თუმცა ესეთი ინტენსივობით, როგორც ჩვენ გვაძლევენ ახლა უფლებას რომ გადავიღოთ, მათაც არ ქონდათ ეს შესაძლებლობა მაშინ. ანუ ძალიან გამიმართლა ამ ხრივაც, თითქმის ყოველთვის შემიძლია ყველაფერი გადავიღო, იშვიათი გამონაკლისების გარდა. ყველგან ჩართული მაქვს კამერა, მიკროფონი მიკეთია, ყველგან ყველაფერს ვიღებ. ადგილობრივებსაც რო უღებ კამერით პრობლემა არ აქვს. წინააღმდეგობის გაწევა ამათვის ძალიან უცხო რაღაცაა რა, იმდენად მიჩვეულები არიან, რომ ეს ცხრებივით რასაც ეტყვიან, იმას აკეთებენ. ვერ წარმოუდგენიათ, რომ რაღაცაზე წინააღმდეგობა გაწივა. ამიტომ საერთოდ არავის ქუჩაში პრობლემა არ აქვს კამერასთან. არ ვიცი ხა ამათი რეჟიმი როდემდე გაგრძელდება, მაგრამ თუ გაგრძელდა, ჩემი ვიდეოები ალბათ ისტორიას დარჩება, რომ ქართველმა მოგზაურმა იმოგზაურა ჩრდილოეთ კორეაში და გადაიღო ვიდეო. ჩემი შვილები ნახავენ YouTube-ზე. მედია. ეგარი მოვედით ჩვენს შემდეგ გაჩერებაზე, სადაც გვექნება ლანჩი, უნდა გვაჭამო პიცა, ჩრდილოეთ კორეაში პიცა. აი ეს ტიპი ახლა ჩემს უკანოა. სულ მოკლედ ვიყურებთ, რომ რაიმე ზედმეტი ნაბიჯი არ გადავდგათ და ჯგუფს ზედმეტად არ გავწდეთ რა. სადღაც ორი ადგილობრივი გიდი გვყავს, ანუ ერთ ჯგუფს ერთ ავტობუსს ყავს ორი ადგილობრივი გიდი და ორი კიდე დამკვირვებელი ტიპია. ვაკვირები. 4 კაცი ვაკვირდება იდეაში. აი ნახე ხა ის იღებს და ის ინდოელი ბლოგერია და იუთუბერი და გვერდით უდგას აკვირდება რომ რამე ზედმეტი არ ქნას. ბავშვებმა დაინახეს კამერები და ეხა ნახე რა დღეში არიან. ნახე საყვალები არიან. ნახე როგორ შეიძლება. ხო პლანეტელია. Hello, გამარჯობა პატარებო. რა სავალები არიან. აკაი დამოკიდებულება ყველას ადგილობრივს, ვისაც კი შევხვდით ეს ქუჩებში. ყველა ოკეი. ადგილობრივს ახლა ვისაც კი შევხვდით ქუჩაში, ყველა ძალიან დადებითი დამოკიდებულება აქვს ჩვენს მიმართ, ყველა იცის, გვიღიმის, უხარიათ კამერების დანახვა. რა თქმა უნდა, სიცხე უნდა გაგვიზომონ. შენ. Okay. Thank you. აბა ნახოთ დღევანდელი რესტორანი როგორია. ყველა რესტორანი ესეთია, სადაც კი ვიყავით. ყველგან არის ესეთი მრგვალი მაგიდები. და ეს ტრიალებს რა საჭმელს დააწყობენ. ესეთ ატრიალებ თითქმის ყოველ დღე მსგავს რესტორნებში დავდივართ. სასმელი, საჭმელი არ გვაკლია, კაი ვსვამთ, კაი ვჭამთ. ამ ხრივ ძალიან გამართულია ეს ტური. და დღეს ცოტა უცნაური ამბავია, რომ პიცა უნდა გვჭამოთ რა. ჩრდილოეთ კორეაში პიცა რატომ უნდა გვაჭამონ, არ ვიცი, მაგრამ უნდა გვაჭამოთ.
მოვიდა პიცა. და ესე გამოიყურება. კიდაც სახარბიელოდ ვერ გამოიყურება. და ეს მოგვიტანეს Coca-Cola-ს რაღაცა fake ვარიანტია. საიდან არის? This came from Japan. Came from Japan? Yes. Really? Wow. მოკლედ იაპონური წარმოების რაღაცა Coca-Cola-ს მსგავსი სასმელია და ამასაც დავაგემოვნებთ. ბიჭებს უგვიანებენ პიცას. It's not. अबे क्या कर रहे हैं यार? Nobody is giving. დიდი ძმაო მიაკაჩავე. ბიჭები პიცას ელოდებიან, არა და არ მოუტანეს. შეკოცე. Oh, that's it. That's the only thing that they can say. So, can I have a drink? Another name, पहला. Not another, first. 1, 2, 3, only 2. ესენი არიან იუთუბერები ინდოეთიდან. დავმეგობრდით, კაი კონტენტს აკეთებენ. ნუ ჩვენ მათი ენა არ გვესმის, მაგრამ you have almost 1 million subscribers, right? Yes. Almost. After the time you will upload this video, I will get million subscribers. It's only 14,000 remaining. Okay. What about you? Around 780,000. Yeah, much more than me. No, but you are very famous in Georgia. You are the man. You are the most famous person in Georgia. Okay, let's try. You are the salami, right? Yeah. तो ये भाई ने यार सलामी It's different one. जॉर्जिया के भाई हैं and इनके साथ इन्होंने हमको एक काफी बढ़िया एक But it's not good. ესეთი ცუდი პიცა ცხოვრებაში არ მიჭამია. Don't try this. Don't try this. No. This would be worse, I think. I think it's the same. Just you have salami on top. Yeah. ამათ მარგარიტა აქვთ რა, სალამიც არ აქვთ და წარმომიდგენია რა უგემურია, იმიტომ რომ სალამითაც ძალიან უგემურია. პრინციპში ხა კორეაში პიცისგან მეც არც მოელდი ადამიანი. წინა დღეებში ბევრად კარგი საჭმელი იყო რა. ვითომ თავი გამოიჩინეს ეხა რომ პიცა გვაჭამეს რა. პიცას ვერ დავარქმევდი ამას. ეს პიცა არ არის. It's not pizza, bro. We just have to survive. We are just surviving. We are not enjoying. We just eating to survive. That Exactly. we can walk and make videos. That's it. But brother, we are in North Korea, so Yeah, I did not expect it. Pizza. Yeah. გავსინჯოთ, აბა ეს იაპონური Coca-Cola-ს მსგავსი სასმელი. is it good? It's very sweet. Too much sugar. ძალიან შაქრიანია და ძალიან თბილია და Coca-Cola-სთან ახლოსაც ვერ მივარ. დასრულდა ჩვენი ლანჩი და ამასობაში გაწვიმდა ფხენიანში მეგობრებო. აცივდა ცოტა. მაგრამ ეგ არაფერი. ადგილობრივები აქ მოძრაობენ ამ ქუჩაზე მრავლად. ეხა მივდივართ. დიდი ალბათობით მეტროს გვანახებენ ეხა. ფხენიანის მეტრო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სანახაობაა ჩემთვის ეხა ამ ქალაქში. შემდეგი გაჩერება აღმოჩნდა ბიბლიოთეკა. მეტრომდე ჯერ ბიბლიოთეკას გვანახებენ. რა მაგარი ხედია აქედან ნახეთ. მთელი ქალაქი ცოტა ისეთი რა თქვა მე. ქალაქის საკმაოდ დიდი ნაწილი ჩანს და ძალიან ლამაზია ნახეთ. ეს არის ბიბლიოთეკა. ნახეთ რა მხელა. ესე გამოიყურება ბიბლიოთეკის შესასვლელი. ეს კაბიანი გოგონა არის ჩვენი ადგილობრივი გიდი, რომელიც აქ დაგხვდა ბიბლიოთეკაში უშუალოდ. რა ვიცი, რას გვანახებენ, არ ვიცი.
ყველა შენობები აქვს. Let's go to upstairs. Okay. Here. Okay. ეს ბიჭი იმენა ვერდიდან არ გშორდება. წავიდეთ ზემოთ. ამ ბიბლიოთეკაში გარდა იმისა, რომ არის უბრალოდ ბიბლიოთეკა, სხვადასხვა ენებს ასწავლიან რა. და ეხლა მივდივართ, რომ დავესწროთ ერთ-ერთ ლექციას და ვნახოთ როგორ სწავლობენ. ლექცია ტარდება და ნებისმიერ სურვილს შეუძლია შემოვიდეს და დაესწროს ლექციებს. So there are English group and German group and Japan group. Yeah. And everyone can join, right? What? Everyone can join? Yeah. Okay. ეს არის 800 კაციანი დარბაზი, სადაც ტარდება ლექციები ასევე. ანუ აქ ატარებენ ამ დიდ დარბაზში, 800 კაციან დარბაზში, ცნობილი მეცნიერები, ცნობილი ექიმები ატარებენ ლექციებს. ეს სხვა ჰარი პოტერი. Can I see? Harry Potter. Wow. Harry Potter. გაიჩიტა მეგობრებო. საიდუმლო ოთახი. Yeah. It's English. ინგლისურად არის მეგობრებო. Harry Potter. United Kingdom. Have you read this? You like? Okay. Very interesting. Yeah. It translated in Korean. Okay. You have Korean as well? Korean language? Yes. Wow. Korean language. Cool. English I bit to read. Haven't read. Yeah. Yeah, it's very interesting. Harry Potter-ის ყველა ნაწილი აქვს და თან ნათარგმნი აქვს კორეულადაც რა. ამას არ მოელოდი. ეს არის მუსიკის გაკვეთილები ტარდება აქ. მუსიკის შესახებ წიგნები გახლავთ აი აქ. და ლექციები ტარდება აქ. აგერ პიანინოს დგას. აქ ეს კამიდალეწა ვიღაცამ. ნახეთ აქ რა გვაქვს მეგობრებო. 90-იანების მაგნიტოფონი. ეს როგორ იღება? აქ CD იდება. აი კასეტა მოიტანეს და ეხლა ჩართავენ. Dat zegt een kind. Wauw. Jij bent getrouwd. Muzika. Dat zegt een kind. გამოვედით ბიბლიოთეკიდან და ამასობაში მზემაც გამოანათა ფხენიანში მეგობრებო და გალამაზდა აქაურობა. თან კაი პერიოდი დაგვიმთხვა, იმიტომ რომ ყვავის ხეები და ალბათ ჩემს წინა ვიდეოში, ჩემს თავარ არხზე რაც შეამჩნევდით აი მოტეთრო ხეებს, რომელიც ძალიან უხდება აქაურობას. გამოვა ეხა ჯგუფის ყველა წევრი და ძალიან დიდი ალბათობით უკვე იმედი მაქვს, რომ წავალთ მეტროს ანახავად რა. ჩემი დღევანდელი ინტერესის სფერო არის ფხენიანის მეტრო. Pyongyang Metro we started the construction of the metro in 1969, and so the first stage was completed in 1973, and the latest ones in 1989. Now it has got 2 lines, operational lines, and there are 17 stations altogether, and all of those are in the eastern part of the city. We stick together. All right, everyone? All of us have to go into the metro and go get on the train. მოვიდა დღევანდელი დღის ყველაზე საინტერესო ნაწილი დრო. ეს არის ფხენიანის მეტრო, სადაც დღეს ვიმგზავრებთ. სანამ მეტროში ჩავალ, უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ერთადერთი ტურისტული კომპანია არის Around the World, რომელმაც ესეთი
თითქმის შეუძლებელი მოგზაურობა დააორგანიზა. ასე რომ გვანდეთ თქვენი მოგზაურობა, რომლის დაორგანიზებასაც დარწმუნებული ვარ ძალიან კარგად გავართმევთ თავს. დროა შევიდეთ და ვნახოთ მეტრო. ასე გამოიყურება ერთ-ერთი სადგური. არც ვიცი პრინციპში რომელი სადგურია ეხა ეს. რა საინტერესოა. ძალიან გავს ხათაშორის ჩვენს მეტროს. ჩვენი მეტროც პრინციპში ესეთია, იმიტომ რომ კომუნისტების დროს არის აშენებული და ჩვენთვის არაფერი გასაკვირი აქ არ არის ეხა. უბრალოდ გასაკვირია ხალხი. ჩრდილოეთ კორეელი ხალხი. ნახე რა საყვარელი ხალხი. ფხენიანის მეტრო არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღრმა მეტრო, ანუ სიღრმე არის 100 მეტრი. 100 მეტრზე ჩადის ეს ექსკავატორი. აუ, ძალიან საინტერესოა რა. საკმაოდ სისუფთავეა მეტროში, ეს უნდა აღინიშნოს. წესრიგია და ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სატრანსპორტო საშუალებაა. ჩემ ჯგუფს ჩამორჩი. Sorry. ოჰო, ნახეთ რამდენი ხალხი იყენებს მეტროს ყოველდღიურად. აუ, რა საინტერესოა, ხო არ გადავა. ყველა თითქმის მუქ ფერებშია გამოწყობილი, თუ დააკვირდებით. არავინ ღია ფერებში არ არის ჩაცმული. ნახეთ რა ლამაზი სადგურია. საკმაოდ სუფთა და საკმაოდ მოწესრიგებული. კომუნისტური ვაიბები მოდის. ყოველდღიურად უამრავი გზაური გადაადგილდება ამ მეტროთი. და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტრანსპორტია ჩრდილოეთ კორეაში ეს მეტრო და კერძოდ ფხენიანში. What's for us? Empty. Where's that? Every time I got it. Აზე ხართ, ცარიელი მოვიდა ჩვენთვის სპეციალურად რა. After you. გაუცნაურია. ანუ ჩვენთვის გამოუშვეს ცარიელი მეტრო, ცარიელი ვაგონებით. სპეციალურად ჩვენთვის, რომ ადგილობრივებთან არ გქონოდა არანაირი გადაკვეთა. სიგიჟია. მოკლედ მეგობრებო, არაფერი განსაკუთრებული ჩემთვის პირადად აქ არ არის. ესეთ მეტროში ვარ გაზრდილი. მთელი ბავშვობა გატარებული მაქვს გავს მეტროში. ერთადერთი რაც ძალიან მინდოდა არის ის, რომ ადგილობრივებთან ერთად მე მგზავრა, მაგრამ არ ქნეს ეგ. ცარიელი მეტროთი გვამგზავრებენ. ეხლა ხო გავჩერდით გაჩერებაზე. სხვა ვაგონებში შევიდნენ ესენი ადგილობრივები, ჩვენი ვაგონი არც კი გაიღო. კიდევ ერთ გაჩერებაზე მოვედით. ო, აქ არავინ არ არის, თითქმის ცარიელია. დასრულდა ჩვენი კატაობა და ამ სადგურზე ჩამოვდივართ. ესე გამოიყურება. ესეთია ეს სადგური, სადაც ჩამოვედით. არ კეთილი. How much ticket for this metro? 150 Korean won. And how much in dollars? It's
like 70 tickets per dollar. Very cheap. 70 tickets. 70 tickets per dollar, really? Yes, Wow, yes, it's very cheap. Public transport. Okay. ზოგადად საზოგადოებრივი ტრანსპორტი ფხენიანში და მთლიანად ჩრდილოეთ კორეაში არის ძალიან იაფი და ძალიან ხელმისაწვდომი. და უამრავი ადამიანი სარგებლობს, რა თქმა უნდა. ნუ პრინციპში მანქანების სარგებლობის უფლება არ აქვს და სარგებლობენ აი ამ ტრანსპორტით, რაც ქვია მეტროთი და ავტობუსით და ტროლეიბუსით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ახლა რამდენმა ვაგონმა ჩამოიარა ეხა რაც აქ ვარ და მთლიანად სავსეა ხალხით. და არის შუადღის საათები. Thank you very much. მაგარი ჯიგრები არიან. ესე და ამგვარად მეგობრებო დასრულდა ჩვენი ვიზიტი ფხენიანის მეტროში. ავდივართ ეხლა ზემოთ. როგორ მაინტერესებს რას ფიქრობენ ეხა ეს ხალხი რა? ვინც ხვდებიან გზად? რას ფიქრობენ, როგორ აზროვნებენ, როგორ უყურებენ სამყაროს? ძალიან მაინტერესებს ამათი თვალით დანახული სამყარო. და იმედია ვერასდროს დავინახავ. იმედია რომ სათანადოდ დამიფასდება ეს შრომა, ეს რისკი რაც აქ წამოსვლით გავწიე, რა თქმა უნდა არსებობს გარკვეული რისკები, ეხა მაგას ვერავინ ვერ ვარყოფს და იმედია რომ სათანადოდ დამიფასდება და სულ მცირე გამოიწერთ მაინც ჩემს გვერდს. ამოვედით ეხა სტადიონთან, სადაც მარათონი ჩატარდა, მაგ სადგურზე ამოვედით და აქ ნახეთ რაღაცა ტკბილეული იყიდება. აქ ესეთი ბუტკებია, სადაც ტკბილეული იყიდება. აქ რაც რაღაც ტკბილეული იყიდება, ნაყინი იყიდება. საინტერესოა. მათი გასინჯვა შეიძლება თუ არა, ეხლა ზუსტად არ ვიცი. მაგრამ ნაყინის გასინჯვა ძალიან მინდა და აბა ვთხოვ ჩვენ გიდს იქნებ ვიყიდო. ეს ჩვენი გიდია და დაგვეხმარება ეხლა ნაყინის ყიდვაში. იმიტომ რომ აქ იუანს არ იღებენ და არც დოლარს არ იღებენ. ადგილობრივი ვალუტის გამოყენების უფლება ჩვენ არ გვაქვს. Oh, thank you very much. აი ესეთი ნაყინი. ჩრდილოეთ კორეული ნაყინი და დავაგემოვნოთ ერთად. How much? You went? No, please. How much? Please. Come on. Thank you very much. Thank you very much. არაფრით არ გამომართვა, მოკლედ ამის თანხა რა. მიკის რა. ძალიან საყვარელი გოგოა. აი ესე გამოიყურება მეგობრებო, აქაური ადგილობრივი ნაყინი. იცი როგორი გემოა აქ, აი ზედმეტად რძის გემო აქ. არ მიყვარს რა, ძალიან რძის გემო რო აქ ნაყინს არ მიყვარს და აი ეთი გემო აქ ამას. დღევანდელი დღის ბოლო გაჩერება არის აი ეს შენობა, სადაც უნდა ავიდეთ, მე მგონი ზემოთ. Okay, let's go. იმედია მოგწონთ მეგობრებო ვლოგი. რა ვიცი, მე სანამ აქ ჩამოვიდოდი, აი TikTok-ზე, Instagram-ზე სადმე რაღაცა 10 წამიანი ვიდეოც რო შემხვდებოდა აქაურობის გაფაციცებით უყურებდი რა, ანუ ისე მაინტერესებდა თითოეული დეტალი ამ ქვეყანაში, რომ რა ვიცი და ამ ხელა ვიდეოები გავაკეთე და იმედია მოგწონთ, იმედია გსიამოვნებთ ამ ყველაფრის ნახვა. ველოდებით ლიფტს რო ავიდეთ ამ შენობის თავზე. წავედით. ნახეთ რა მაგარი ლიფტია. დასაჯდომიც არის. Oh, you can sit here. No. You sit. I'm so young. Let's go. We have English lesson. ნახოთ აბა რას გვანახებენ. ვაუ. ეს რა ადგილია? აქ რა ხდება? Okay. ეს არ ვიცი რა ადგილია და რისთვის არის საერთოდ. კიდე არ ყავს.
ამოვედით მეგობრებო და მოდი აბა გადავიხედოთ როგორი ხედები გადაიშლება ვნახოთ. შვენიერი ხედები გვაქვს. ვაუ, აუ იქ ნახე რა ამბავია. ეს არის სტადიონი, სადაც მარათონი ჩატარდა. საკმაოდ საინტერესოა აქედან ქალაქის დათვალიერება, იმიტომ რომ 360 გრადუსით გვაქვს ხედები და აი ესე ვხედავთ ახლა მთელ ქუჩას რა და ნახეთ ძალიან ცოტა მანქანა მოძრაობს. ამ ქალაქში ფაქტობრივად სასწობი არ არსებობს. ანუ სასწობში ვერასდროს ვერ მოხვდები. და ძალიან გვეხმარება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ავტობუსით წამებში გადავაადგილდებით ყველგან, არსად არ ვჩერდებით. ცარიელია მთელი ქუჩები. ვიზუალურად არაფერი დაეწუნება ამ ქალაქს პრინციპში და ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე სუფთა და მოწესრიგებული ქალაქია მსოფლიოს მასშტაბით. ბევრი ქალაქი მაქვს ნანახი და მაგას ვერ დაუკარგავთ. ვარ ვღებთ წესს ჩრდილოეთ კორეაში. აქ არ არის ზებრა კონკრეტულ მონაკვეთში, მაგრამ მაინც გადავდივართ. აი ესეთი დამაჩელენჯეს მეგობრებო და დავარღვიე წესი. ანუ მიდი აბა წესი დაარღვიე ჩრდილოეთ კორეაში. ხო და დავარღვიე ძმაო. გზაზე გადავედი, სადაც არ შეიძლებოდა გადასვლა. მეტი რა ვქნა. მოვედით ისევ ავტობუსთან. ავედით ჩემს ავტობუსში, ავიდეთ. აუ რა კაია აქ თბილა. მაგრად აცივდა რა რომ მოსაღამოვდა. მაგრად აცივდა. ავტობუსში სითბოა. მე მგონი კიდე ერთი გაჩერება დაგვრჩა. რაღაც მაღაზია უნდა ვნახოთ, სავარაუდოდ სუვენირების ვნახოთ რა. და მე უკვე ვახშამი იქნება და მე ჰაიდა ნომრებში. I wish everyone could, but it's just not how it goes. Things that I wouldn't quickly say. We'll just be up front waiting for it. You know, people don't understand football. ისე რა საინტერესოა რა, როცა ადამიანი ესეთ გარემოში იზრდება და სხვა არაფერი არ უნახავს, აი როგორ უყურებს ის ადამიანი სამყაროს. ჩვენთვის ხო სიკიჟია, რაც აქ ხდება, მაგრამ ამათვის ძალიან საინტერესოა როგორ არის რა ეს ყველაფერი მოწყობილი და როგორ უყურებენ, ანუ მართლა ჯერათ ამ ყველაფრის თუ უბრალოდ ვალდებულები არიან რომ დაიჯერონ. აი ეგ მაინტერესებს ყველაზე მეტად. ვერანაირად ვერ გავიგებთ რეალურად რას ფიქრობს ეს ხალხი. ჩემი გადმოსახედით მე ძალიან მეწოდებია. თვითონ როგორ ფიქრობენ და როგორი მსოფლმხედველობა აქვთ, წარმოდგენა არ მაქვს. There you can see both the local products and the imported products. You can on the first floor you can change your და დღევანდელი დღის და ზოგადად ამ ტრიპის ბოლო გაჩერება ეს არის უზარმაზარი სუპერმარკეტი department store სადაც გვეძლება საშუალება რომ ადგილობრივი ვალუტა ვიყიდოთ ვონი $1 არის 9000 ვონი და ადგილობრივი ვალუტით შეგვიძლია ვიშოპინგოთ და ვიყიდოთ ასევე ადგილობრივი პროდუქცია. ახოთ აბა ქალაქის ყველაზე დიდი სუპერმარკეტი როგორ გამოიყურება. მოლარეები აქედან არის შესასვლელი. Hello. 50 იუანი გადავახურდაოთ, ბევრი არ მინდა. და ნახოთ რამდენი ვონი მოგვივა. Okay. 63,000. Thank you. Thank you. ახეთ მეგობრებო. სულ ადგილობრივი პროდუქცია რა. აქაური წარმოების. რა არის ხა წარმოდგენა არ მაქვს. მაგრამ ძალიან საინტერესოა ამ ყველაფრის დათვალიერება. ეს თუ არ ვწდები, რაღაცა ჩიფსის მსგავსია. სუპები. 5500 ვონი არის ამის ფასი. ძმაო, ჩრდილოეთ კორეაში შოპინგობ. ძალიან მაგარი გამოცდილება. იმიტომ რომ
ეს ყველას არ შეუძლია. ჩივას რეგალი გაიჩიტა, ხო არ ღადავ. ჩივას რეგალი. ეს რა ფასია? ვერ მივხვდი. კალბასები. ახეთ რამდენი კალბასია, იქეთ სოსისები უამრავი, იქეთაც კალბასები. ახეთ რა ამბავია. ეს რა საინტერესოა რა არის. დონატები თუ რა არის? მოდი გავსინჯოთ აბა. რაღაცა ხო უნდა ავიღო და ეს ავიღოთ. აი, ავიღო კიდე არ ვიცი. აუ, ხო არ გადაო. ახე რა გაიჩიტა მეგობრებო. არიელს ხმარობენ ჯიგრები ჩრდილოეთ კორეაში. ლეგოებია. ლეგო არა, ეს არის სოგო. ამათ ცოგო აქვთ. ანუ ყველაფერს თვითონ არ აწარმოებენ რა, იმპორტირებული პროდუქციაც საკმაოდ ბევრი აქვთ. და აბა ვნახოთ რა დაგვიჯდება ეს მონაგარი. All I have this is. It's okay? Yes. Okay, thank you. საყვარლები არიან ყველანი, რა ვიცი. ცუდი ტიპი აქ ჯერ არ შემხედრია რა. Thank you very much. This okay? Okay? Thank you. ეგარი, ვიშოპინგეთ და $5 ჩავეტიეთ. აი, ხა გაჩვენებთ რამდენი რამე ვიყიდე $5. ეს წარმოდგენა არ მაქვს რა არის. ეს რაღაცა ჩიფსებს გავს. ეს იმედია რომ დონატებია, არ ვიცი. ეს ყავა ადგილობრივი, რომელიც ყველაზე ძვირი ღირდა და ეს სასმელი. მოკლედ, ეს არის ჩემი მონაგარი. $5 ჩავეტიეთ. მასობაში დაღამდა კიდეც. ავალეხა ავტობუსში და დავბრუნდებით სასტუმროში. ხო და დავაგემოვნოთ, ხა რომ მივალ ამეებსაც დავაგემოვნებ. საკმაოდ მშვენიერი, ნაყოფიერი დღე გამოგვივიდა საერთო ჯამში. And those didn't resume yet. So they stopped running during COVID. So how long? This is where we went in this morning. Stand up. That's kind of awkward. You go to bed at midnight. Are you going to be in the third floor bar or Probably second. which is Actually, I don't know which floor. it's the second floor but third floor to the Yeah. And I also asked Sohyang to join us. She promised to do so. But I think she also has some meetings in the evening, so she might be also late. But she will be around. Yeah, take your time. Place you can karaoke bar. ეგარი, მოვედით სასტუმროში და მოდი დავაგემოვნოთ ჩვენი კორეული სნექები. ამით დავიწყოთ. ესეთი ჩიფსია.
საკმაოდ ცხარე ჩიფსია. აი ესე გამოიყურება. აუ, რა ცხარია. გრევა ხანძარი გააჩინა ყელში. აი, ცხარე ჩიფსი გადავდოთ. ძალიან ცხარე იყო, რა არის ეს? აი ეს უცნაურობა ვნახოთ, ეხლა რა არის. ძალიან საშინელი თევზის სუნი აქვს. ესეთი საშინელება არაფერი მიჭამია. ეს რა იყო? რაღაცა თევზის სუნის, თევზის გემოს ჩიფსი. მოდით ეს დავაყოლოთ. გადაიტანოს. ეს არის მსხლის წვენი, ნახოთ აბა. მსხლის გემო საერთოდ არ აქვს. რაღაცა ცივი ჩაის ვაიბი მოაქვს. ცუდი არ არის. აბა ეს ნახოთ ეხლა რა არის. დონატს გავს გარედან და რავი. იმედია ეგ არის. საიდან იხსნება? ოთახია ძალიან ბნელი რა, განათება კი არ არის წესიერი. ყუდრო კია ბაზარი არ არის, მაგრამ ვერ ხედავ ვერაფერს. აბა ვნახოთ ეხლა რა გვაქვს. აი ესე გამოიყურება. შაქრიანი პურია. ჩვეულებრივი ზეთში შემწვარი შაქრიანი პური. არ დამივასა. არც ეს არ მომეწონა დიდად. ეს არის რა. არაფერი არ მომეწონა, ერთი ამ წვენს არ აუშვებს. ყავას კიდე რო ჩამოვალ, მერე დავაგემოვნებ. ამით დასრულდა მეგობრებო დღევანდელი ვიდეო. მშვენიერი, საინტერესო დღე გამოვიდა. თავარია, ეხლა აქედან გავიდე. ხვალ გვაქვს ფრენა დილით და იმედია რომ ამ ვიდეო მასალას უნებლად გავიტან და გავალ ამ ქვეყნიდან მშვიდობით. თუ ეს ვიდეო დევს, ესე იგი ასეც მოხდა. მადლობა, რომ ჩემთან იყავით, რომ უყურებდით ამ ვიდეოს. გამოიწერეთ არხი და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, რა თქმა უნდა. დროებით.